საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის, იგივე ამერიკული ფარას ანალოგის ამოქმედებასთან დაკავშირებით შვეიცარიის საელჩოს განცხადებას ეხმაურება. მორიგი ცრუ ნარატივი ფარას ამერიკულ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს. ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას. ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ, თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებიდან. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი, წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როდესაც ადამიანი არ ამბობს რა თანხას იღებს და რაში ხარჯავს, რასაკვირველია ეშავე ფულია. როდესაც დამფინანსებელი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ამბობს, რომ არ შეიძლება გამჭვირვალობა იქნეს უზრუნველყოფილი გამოყოფილი თანხების ხარჯების თაობაზე, განხორციელებელი პროექტების თაობაზე, ეს სერიოზულ კითხვის ნიშანს აჩენს, ხომ არ არის კონკრეტული მხარე ჩართული იმ უკვე აშკარა გეგმის განვითარებაში, რასაც ქვია რევოლუციური პროცესი. რატომ უნდა გამოიწვიოს ამან გაუგებრობა, ან რატომ შეიძლება არ იყვნენ მადლიერები ადამიანები, ვინც დაინახავს, რომ მართლაც კარგი პროექტები ხორციელდება. ესეთი არაერთია გახორციელებული, მათ შორის შვეიცარიის საელჩოს შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით მადლიერები ვართ, მაგრამ არანაირი მიზეზი ამ დამალვის არ არსებობს, თუ კი არ არის რამე სხვა კონსპირაციული გეგმა.